ამერიკის შეერთებული შტატების ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე რესპუბლიკელი სენატორი როჯერ ვიკერი და სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრი დემოკრატი ჯინ შაჰინი ქართული ოცნების ქმედებებს ლუკაშენკოს რეჟიმს ადარებენ და რაც შეიძლება მალე მეგობარი აქტის მიღებას უჭერენ მხარს. სენატორების ეს შეფასება 25 ივნის ერთობლივი განცხადების მეშვეობით გავრცელდა და საქართველოს ანტიკორუფციული ბიუროს მიერ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისაგან მათი საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაციის მოთხოვნას ეხმიანება. სენატორების პოზიციით არასამთავრობო ორგანიზაციებისაგან ინფორმაციის მიღების მოთხოვნას სამართლებრივად საეჭვო და ამ ქმედების მიზანი ორგანიზაციების საქმიანობის პარალიზება. ერთობლივ განცხადებაში ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაკავებაზეცაა საუბარი და ის ოპონენტების წინააღმდეგ მიმართულ რეპრესიულ ქმედებადაა შეფასებული. ქართული ოცნების მთავრობა აგრესიულად ცდილობს ძალაუფლების კონსოლიდაციას დამოუკიდებელი ხმების ჩახშობით, ანტიდემოკრატიული ქმედებებით, რომლებიც ბელორუსის ლიდერის ლუკაშენკოს რეჟიმს გავს. სამოქალაქო ორგანიზაციებისგან მოთხოვნილი ინფორმაციის მოცულობა სავარაუდოდ უკანონოა და იმდენად ვრცელია, რომ შეუძლებელს ხდის ამ მოთხოვნების დაკმაყოფილებას. ქართული ოცნების ქმედებები, რომელიც ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილთან არის დაკავშირებული, მიზნად ისახავს ორგანიზაციების, სამოქალაქო საზოგადოების ფონდი, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს, საფარი, მომავლის აკადემია, მედიის განვითარების ფონდი და სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება საქმიანობის პარალიზებას. ამასთან ერთად ქართულმა ოცნებამ გააძლიერა პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ რეპრესიები. რამდენიმე პროდემოკრატიული ლიდერი დააკავეს და პოლიტიკური მოტივით მიუსაჯეს პატიმრობა. პირდაპირ რომ ვთქვათ, დემოკრატიული მთავრობები ორგანიზაციებს, რომლებიც მხარს უჭერენ დამოუკიდებელ მედიას, ებრძვიან კრემლის პროპაგანდას, კორუფციას და იცავენ ქალებისა და ახალგაზრდების უფლებებს, არ უნდა აღიქვამდნენ როგორც საფრთხეს. ისევე როგორც ეს ორგანიზაციები იცავენ საქართველოს მოქალაქეთა და მამხილებელთა პერსონალურ მონაცემებს მთავრობის გადაჭარბებული ჩარევისაგან. ჩვენ ვაგრძელებთ ხმამაღლა საუბარს და ვიმუშავებთ შესაბამისი კანონმდებლობის მიღებაზე. ამის დინთ მხარს უჭერთ ორპარტიული მეგობარი აქტის მიღებას სენატში. ოპოზიციაში ქართული ოცნების მხრიდან პოლიტიკური დევნის კიდევ უფრო გაძლიერებას ელიან და ამ ფონზე სენატორების განცხადებასა და მეგობარი აქტის მიღებას დადებითად აფასებენ. თუმცა ოპოზიციაში ამბობენ იმასაც, რომ მეგობარ აქტთან ერთად ბიძინა ივანიშვილისა და ქართული ოცნების წარმომადგენლების წინააღმდეგ უფრო მძიმე სანქციებია მისაღები. ამერიკელი სენატორები, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, მათ შორის ევროპელები ძალიან კაფიოდ ამბობენ იმას, რომ საქართველოს არ ყავს არანაირი ხელისუფლება, რომ ეს არის რეჟიმი, რომელმაც ამ ქვეყანაში მოკლა დემოკრატიული და ევროპული განვითარების პერსპექტივა, რომელიც პირდაპირ პროპორციულია საქართველოს თავისუფლებასთან და საქართველოს დამოუკიდებლობასთან. ამერიკის შეერთებული შტატებისგან ჩვენ ველით კიდევ უფრო მძიმე სანქციებს ბიძინა ივანიშვილის და ქართული ოცნების სხვა ლიდერებზე და არა მხოლოდ მათ შორის იმ შუარგოლის წარმომადგენლებზე, მოსამართლეებზე, პროკურორებზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებზე, რომლებიც პირდაპირ არიან ჩართული იმაში, რომ რეჟიმი გააძლიერონ და ამ რეპრესიულმა მანქანამ იმუშაოს საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ. ამიტომაც მოლოდინი, რაც უფრო მეტად დაავიწროვებს რეჟიმი წრეს, მით უფრო მეტად მოლოდინი იქნება ის, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების პასუხი იქნება ძალიან მძიმე. როდესაც ზღუდავს არასამთავრობო ორგანიზაციებს და თავისუფალ სიტყვას ამ ქვეყანაში, ეს ნათლად დადასტურდა ახლა სენატორების ვიკერისა და შაჰინის განცხადებაშიც, რომლებიც საქართველოს დიდი მეგობრები არიან. სენატორი ვიკერი, რომელიც გახლავთ ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე სენატში და არის ამავდროულად პრეზიდენტ ტრამპის უახლოესი გარემოცვის წევრი, ბიძინა ივანიშვილი შედარებული არის ლუკაშენკოს, მისი რეჟიმით. და რა თქმა უნდა დემოკრატიული პროცესის მოკვლას საქართველოში ექნება თავისი პოლიტიკური ფასი, რომელსაც აუცილებლად გადაიხდის რეჟიმი და ეს ძალიან მალე გამოიხატება მეგობარი აქტის განხილვაში უკვე დაჩქარებული წესით ამერიკის შეერთებული შტატების სენატში. სენატორების განცხადებას ქართულ ოცნებაშიც გამოეხმაურდნენ მათი შეფასებით. სენატორების განცხადება საქართველოსთვის საინტერესო არ არის და ჯინ შაჰინს საკუთარი ქვეყნის საკითხებით დაინტერესება ურჩიეს.